მოგესალმებით მედანეებო, ბატონო მიხეილ. სალამი ძვირფასო გამომწერებო. დღეს მე ვიწყებ, მე ვარ იდეის ავტორი და გვექნება განყუთვა. და როგორც ყოველთვის მიხეილმა არ იცის რა არის. არ იცი? არა, საერთოდ ვიცოდი. წეგან გასული რო ვიყავ, ჩაკეთები. არა. იმას დავხედე ზევიდა რაც ეწყო. ხო? არა. წინაზე რომ მივხვდიო დუბაი რო ვახსენე. მაშინ ეგარი დავიჯერო. აჰა, მივხვდები ხარ? მაგარი ვარ, რაც მაგიარა, всё. დუბაიც მივხვდი, მაგრამ ეხლა ყველა საქმე არ არის დუბაი რაშუაშია, კაცო. ხო. ისე მეგობრებო, წარმოგიდგენთ დაგერნაივს, ვინც არ იცით, ეს არის კაი ადამიანის და ნამდვილად. და ჩვენებული ადამიანის, ქართველის, თეიმურაზის ბრენდი არის. მოდი როგორ ვთქვა, იცი, ნამდვილად თეიმურაზის ბრენდი არის, მაგრამ მარტო თეიმურაზი არ არის, თეიმურაზის მამა არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი კაცი, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ დანების გაკეთების ამბავი, გაკეთებ, მამა. თეიმურაზი არის კომპანიის მართვა, მენეჯმენტი, ყველაფერი, მაგრამ დანები არის ბატონი, სახელი არ მახსოვს, ბოდიშვიხტი, მაგრამ ვიცი ეს ადამიანი და მოკლედ კაი ხალხი არის. კაი და რატო გვაქვს ეს დანები საერთოდ? დანებსაც კარგს ეკეთებენ და მოდი ვთქვა, თეიმურაზი არის კაცი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, იმის და მიუხედავად, რომ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან და ჩვენ ჩრდილო მეზობელთან, ერთი რაღაცა არის, რომ დანების სამყაროში ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი როლი. და როგორც ბაზარი ამ კაცმა გამოიყენა და ეს ბრენდი შექმნა, გზადაგზა მივხვდებით, რომ ბევრი რაღაცა სხვა მოდელების ბაზაზე აქვს მოფიქრებული და მოდიფიცირებული, მაგრამ მე არ დავარქმევდი ამას რუსულ ბრენდს, იმიტომ რომ ეს ბრენდი ძალიან პოპულარულია ამერიკაში, იყიდება Blade HQ-ზე და არ ვიცი, სათაო ოფისი აქვს უკვე დუბაიში, წარმოება აქვს ჩინეთში და ეხლა რუსეთში თუ იყიდება, მაგის გამო ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ და მე ვთვლი, რომ ქართველის არის ეს ბრენდი და ჩვენი არის და ბევრი არ აქვს ისეთი ადამიანი, სიმართლე გითხრა, საქართველოს რომ ესეც წარმატებული იყვნენ დანების თემაში. მინიმუმ 2 წელია, რაც ეს ბრენდი ძალიან მაგრად მევასება. აქედან 1 წელი მინიმუმ რაც ტვინს უჭამ ბატონ გიორგის. ნამდვილად არ ვიცოდი ამ ყუთში რო ეს იყო. დღეს ძალიან მიხარია, აი გულწრფელად ძალიან მაგრად მიხარია. ალბათ ესე მაგრად არ გამხარებია არც ერთი ბრენდი. და ხარ მთხოვდა და მქონდა მცდელობა რაღაცა ხარვეზები იყო, შეფერხებები იყო ტექნიკური და საბოლოო ჯამში დავიწყოთ განყუთვა. დავაი, მართლა გულახდილად გეუბნები, რაღაცა გამისწორდა სხვანაირად. ნუ კიდევ ერთხელ გავუსმევ ხას, რომ იმ ყველაფერთან ერთად, ხო, მართლა კაი და საინტერესო განსხვავებული დანები აქვს და დასაფასებელი არის და ძალიან მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდა მისი დანები ჩვენს სივრცეს. ეს კონკრეტული არის ფინკა. კი ბატონო. ეს არის ხაზი, რომელსაც ეს არის ბიუჯეტური Discover Line ქვია ამას. კარგი. ანუ დაგერის ბიუჯეტური ხაზი არის, რომელიც ფერენის ტარითა და 8 ხრომით არის წარმოდგენილი. და ნუ ძალიან საინტერესო არის, რომ აი საინტერესო და ძალიან პოპულარული მოდელებიდან იღებს რაღაცა ინსპირაციას და გადამწყვეტ რა ისე საკვანძო რაღაცეებს და გამოყავს ძალიან კაი მოდელები. ამ შემთხვევაშიც, ნუ კლასიკური ფინკას პირი გვაქვს და ეს ამჯერია ხერში ეს მოდელი. აი, ამხელა ვიღაცების ენაზე რო ვთქვა, ამხელა შტირია და აგერ მექანიკა, ნუ ამხელადანაც მექანიკა ექნება კარგი წონიდან გამომდინარე. არ ვიცი, ძალიან მომწონს მათი ესე ვთქვათ საფირმო ნიშანი არის აი ეს კლიპსა, რომელიც სოკოსთავიანი კაცი არის, მე პირადად ვხედავ როგორც მყირალა ჩონჩხს, არ ვიცი ვინ როგორ ხედავს. ეგრე არ არის? ხო, მყირალა. ეგრე ვიცი. ხო, კი ბატონო. ესე იგი სტრუქტურირებული ფერენი, ანუ სტრუქტურირებულში იგულისხმება რომ მათი ლოგო არის დატანილი, ლოგო არის ასივოიზე. აგერ ეგრეთ წოდებული შლიცივოია თურქეთ გასახსნელი. კი ბატონო. და ეს ყველაფერი არის ნამდვილად ბიუჯეტურ სეგმენტში. მე ჯერ არ ვიცი გასაყიდი ფასი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანა არ იქნება. კი ბატონო. ნუ ამ დღეებში იქით აუცილებლად გამოჩნდება. ძალიან მაგარი ამბავს არ ვიცი, რა მართლა მაგარი ამბავი არის, რომ ეს ნამდვილად პირველად არის ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს ბრენდი, ანუ ჩვენ მაღაზიაში, ხო შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაღაზიაში გვაქვს. კი ბატონო და მე ვუწინასწარმეტყველებ, რომ ერთ წელიწადში პირობითად ჩვენ რო ვიდეო ჩავწეროთ, ხო,
თუ მიწოდებაში არ გვექნება რაღაცა ხარვეზები და კომპანიები ვიტანამშრომლებთ, ეს გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაზი საქართველოში გაყიდვა. მეც მაქვს რაღაცა მაგის მოლოდინი, იმიტომ რომ მართლა საინტერესო დანებს აკეთებს. დანაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან კაი გამართული, თავის ბიუჯეტურ კატეგორიაში იქნება ეს დანები და ელემენტარული backspace-ერიც ნახე რამხელა ფოლადის უყენია, დანისპირიც ფუნქციური არის და იმის მიუხედავად რომ რაღაცა ფინკა არის და რაღაცა ტაქტიკური დანიშნულების არის, აბსოლუტურად კარგი ჭრა იქნება, მაგაში დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. და 8 ხრო 14 ყოფილა 13 არა, 21-ით შემიშალა. აი, გადავიდეთ შემდეგ დანაზე. გადავიდეთ, კი ბატონო. ეს უკვე აღარ არის ისა Discover Line-ი აშკარად. ხო? და ძალიან მაგარი ჯერ სახელი არის ბორის ბრიტვა. გასაგებია. ხო, ნუ იმ ფილმიდან არის ხო აღებული ალბათ სნეჩი და ბორის ბლეიდ. თუ სხვა ისტორიაც აქვს ამ სახელს. ვერ ვიტყვი. ანუ ეხლა როგორი სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მოდელი ამათი ვიცი. ხო. მოუმზადებელი რომ მომიყვანე რაღაც მოდელებზე, ესე იგი, ასე ვთქვათ, წარმომავლობა არ ვიცი თორე. ნუ სიმართლე გითხრა, მე სხვა არ გამხსენები არავინ. სნეჩი რო არის, ხო იცი? კი, ეგ იქნება. დიდი გუში, მაგ არის ბორის ბლეიდ. აი ფილმი გამახსენდა და დიდი ხანი არ მეყურებია და ჩაუждდები მაგ ფილმსაც. ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის თვითონ ეგ ბორის ბრიტვა. თეიმურაზი, მართლა გენიალური კაცია რა, ეხა პირფერობაში არ ჩამომართვეს, ან მარკეტინგი მაგრად ესმის ამ კაცს და კაი რაღაცებს არ ტყავს. ალბათ ნახავს ამ ვიდეოს თეიმურაზი და რა ვიცი, ოჯახ საქართველოსთან და იკიკი და მადლობა შეტანილი წვლილისათვის. მე პირადად მაქვს აი ეს რაღაცა განსწრაფის რომ აი ეს ქართული ესეთ წვლილი შეაქვს დანის განვითარებაში. კაი, პირველი ესეთი ტყავის შესაძლებელი მოყვება თავის ძალიან კარგი კლიპსით, ძალიან საინტერესოა მიხეილ და თვითონ დანა. ბორის ბლეიდ. აი ესეთი იგონოკამის სტილში, უფრო სამართებელი. ბორის ბრიტვა გახსნის იმაზე გახსნისებაში ხო მე ესეც გონია რომ სამართებელია ის გახსნისებას და ნუ ეს მოდელი ანუ ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე იყო რა ვიცი ძალიან მაგარ ხოდში ასე ვთქვათ აქ უკვე ვეჯიათი გვაქვს ფოლადი ამ შემთხვევაში და ამან უნდა გავჭრი რა მიდი გავჭრი უშეგენაცვალე კი აკაცვა კარაქივით არის ძალიან საინტერესო დანა არის ნამდვილად თავის სამართებელი არის იდეაში შეხედა სამართებელი არა და კარგი ფუნქციური დანა არის და ჩანაფიქრი შეიძლება ითქვას რომ ძალიან კარგად არის შესრულებული დანარჩენი შესრულების ხარისხიც ძალიან კარგი აქვს სიმართლე გითხრა ტარი მიკარტა არის მიკარტა არავის არ ვეჯიბრები მე პირადად მეგობრებო მაგრამ ეხა უნდა ვთქვა არა ესეთი რაღაცა რა მე რაც გიორგისგან ვისწავლე ერთი კარგი რამე ეს არის რომ სიჩქარე ყოველთვის არ არის კარგი მე მაგალითად ოდესაც დავიწყეთ ამაზე საუბარი რასაც ძალიან ვაჩქარებდი რომ გიო და რაღაცა და იცი რა ჭირდება რაღაცა დაკვირვება ბრენდს შესწავლა და იყო კიდე სხვა ბრენდებზე საუბარი და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ ჩემი აზრით ძალიან კარგი სხვაებსაც ვინც ამ სფეროში ტრიალებს საქართველოში მე გულსულით უსურვებ რომ ითანამშრომლონ კარგ ბრენდებთან ყველა წინ წავიდეს და რა ვიცი ჩვენ კიდე მე მგონი ძალიან მაგარ რაღაცებს ვაძრობთ და ძალიან მაგარი სიახლე არის ნუ ეგეთი განცდა მაქვს რომ და ბევრი საინტერესდება იმიტომ რომ მე აქციეთ ყურადღება რომ მოხვდებით ხოლმე აუცილებლად მოსინჯეთ კაი დანები არის. დანარჩენი აგერ მეორე ვერსია არის შესრულება ეს უნდა იყოს მე მგონი GHC უნდა იყოს და ესეც გადავხედოთ. ხო, ძალიან დიდი არჩევანი არ გვექნება თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა შევამატებთ. კი ბატონო. ამუძვერი. აჰა. აი, ხო, ეს GHC არის შავით რეგიონალი ბორის ბლეიდ, მაგრად მოწესი. მაგრად მე ყავს ეს პერსონაჟი. ამდენად ისეთი ბორისი ისეთი სახელია. აქტუალური. დანაც ისეთ ძალიან კაი ფუნქციური არის, იცი შენ მიყვარს მე ეგეთი პირები და ძალიან ფუნქციური, კარგი დანა არის და პირიც კაი მშვენიერი გამოსაყვანი აქვს და შენ რომ ვერ გადალესავ და კაი სალესი არის თან, კარგად გაილესება, კი ბატონო, ფორმიდან გამომდინარე. ეს დამევასა. ფორისა. ეს კი. დაიდებს ბინას ჩემ კოლექციაში. კაი. მოდი გადავიდეთ შემდეგზე. სიმართლე გითხრა, რაც მახსოვს კარგად რა მოდელები არის, ბევრი არ არის ძალიან, მაგრამ ეს უნდა იყოს
Resident All Black. კი ბატონო, რეზიდენტი არის მაგათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Discover ლინიაში. როგორც წავიკითხე, მე მგონი ამ მოდელზე დააყენეს პირველად ეს თავიანთი ეს სამაგრი ჯიბის როგორც წავიკითხე და რითიც თქვა ესე არიან პოპულარული. არა. აი. არა და არა. ეს კაი მოდელი არ შეიძლება თუ წაიკითხე შეიძლება მე არ მახსოვს და მოკლედ არ ვიცი. მე მახსოვს რომ მაქვს და აი ამ მოდელით ჩანს ძალიან თვალნათლივ დაგერის კონცეფცია. ეს რას ვაფასებ იცი ამ ადამიანში? არასდროს არ დაუმალია ის რომ სპაიდერკო იყო მისი ინსპირაციის წყარო, ანუ სპაიდერკოს ანალოგები აქვს, ანუ სერიით აღებული, ანუ შეუგლებრივად ეხა ეს აგერ არის რეალურად არის, რა ვიცი რა არა სამის სტილში არა რაღაცა გაკეთებული, როდესაც დიდ ასორტიმენტს გადახედავ, მიხვდები რომ ანუ იქ რომელი რისი ის არის, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ ბევრი სპაიდერკოს ნაკლი აქვს გამოსწორებული. ამას მე გზადაგზა ბევრ ვიდეოს გადავიღებ, დარწმუნებული ვარ და ну, არ ვიცი. ამ მოდელზე შემიძლია ვთქვა, რომ Tenacious-ის ანალოგიური მასალებია, Tenacious-ი lightweight-ი, ფერენი 8x13, ძალიან საკაიფო აი ეს ჩონჩხისთავიანი Spidey Hole და უკან დამატებული აქვს კიდევ შუშის glass breaker-ი, კი ბატონო, დამატებული აქვს მინის ჩასამტრევი, რომელიც სავარაუდოდ კაი ფუნქციური უნდა იყოს, ტყუილა არა აქვს. ძალიან კაი ზომისთან არის, ეს ამას უყურებს სუფთა ფუნქციურ ყოველდღიურ ძალიან კარგ დანათ, პრაქტიკულ დანათ. ბატონო, ჯიბეში ჩავიდებ. უშვი. ჯიბეში ჩავიდებ. აჰა. ძალიან მაგარი. არი ბიჭო სტილნათა. კარგია. კაი. აი ფლიკპი აქვს. უშეგენაცვა. კი. ნუ ეს განსხვავებული Spidey Hole-ს არ დავარქვი ამას, ნუ დაგერჰოლია. დაგერჰოლი არის ამ ჩოჩხისთავით და ნუ აი ეს ფორმა შიგნით ექცევა და ძალიან კომფორტულად იხსნება და ძალიან კომფორტულია გახსნა დაკეტვა. ნუ ამის მე დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმალური ფასი იქნება 140 ლარი. არ მახსოვს სიმართლე გითხრა. ნუ დაურთავთ ტექსტს. ხო. ჩემი გათვლებით ეგრე იქნება. კაი, თუ არა და ჩამოუწიოთ ასე. ხო, მოკლედ. არ იქნება მოკლედ ის ფასი რომ გაგაღიზიანოს რა. კი ბატონო, მე ნამდვილად. კაი. დავიდეთ შემდეგზე. ერთხელ ნახე ეს მოდელები შევავლე თვალე და ეხლა მეორედ რო ხსნი შენთან ერთად მეც მაქვს ის ემოცია რომ რაღაც პირველად ხსნი არ მახსოვს. ნამდვილად რა ეხლა აბსოლუტური სიახლეა ქართული ბაზრისთვის. კი არიან ბიჭები, ვისაც ვიცი რომ აქვს კოლექციებში, მაგრამ მასიურად ეს სიახლეა. კომბატ დიელი, ეს არც მახსოვს. ეს მეც არ მახსოვს, ეხლა თუ არ შევხედე, არ მახსოვს. უი, არ მახსოვს, ამაზე ვიტყვი რაღაცებს. კაი. ამაზე ვიტყვი რაღაცებს. ეს არის, მოკლედ, ესეთი სიტუაცია არის, ეს უკავშირდება ძალიან რუსულ ბაზარს. მოკლედ, რატომღაც რუსეთში ძალიან პოპულარული არის აი ამ ტიპის ფორმის პატარა ზომის დანები, Gorfix ეძახიან და რუსულ ბრენდებს რამოდენიმეს აქვს, მოკლედ, ფლაგმანური მოდელები რა და დაგერი იდეაში რო არ ჩამორჩენოდა მათ, ანუ ან გააკეთა უფრო ბიუჯეტური, ბევრ რამეში უფრო კარგი და გაყიდვებში, ანუ აი ეს მოდელი, ну, აი რა ვიცი რა, თვითონ როგორც იტყვიან, გარეაჩი პირაშკიო რა, ესე იყიდებოდა. იქაური კანონმდებლობით ეს ორლესული არ შეიძლება, მაგრამ ერთლესული, ანუ ერთ მხარეს განესწრება. ცივი იარაღი არის, არა, ცივი იარაღი. არ არის. ოჩახ მაგარია. იდეაში ეს იქნება ფულტანგი იქნება. კი, გაყვანილი არის. გაჭრის კიდევაც და ჩემი გაჭრის კიდევაც და ფუნქციურობასაც არა. ნუ ორლესულობის კვალობაზე ჩემი აზრით ძალიან კაი ფუნქციურობა ექნება მაგის კვალობაზე. ძალიან საკაიფო რაღაცაა. კი, ქარქაშიც კარგად შემომიფე. ანუ ამ შემთხვევაში რაც იქ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამას ვინცად იყიდებს, არ ვიცი, ზოგი უკანა ჯიბეში იდებს, ზოგი რა განტვირთვის იმეებზე იკეთებენ, რა ქვია, შენ რო გიყვარს ხოლმე, რა ქვია იმას. ტაქტიკური ჩანთები რა. კი. მოკლედ ძალიან საინტერესო მოდელია. კი და კამარზეც გაკეთდება მგონი, აქედან გასაყრელი აქვს, აქედანაც გასაყრელი აქვს. კი ბატონო. კაი. მაგარი რაღაცა. ძალიან. კაი ნამატები გვაქვს მიხეილ მე მგონი. კაი, გადავიდეთ შემდეგზე, ძალიან რომ გავიგრძელდეს. ოჩახ გიორგი. აკ, შემდეგი. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ბიუჯეტური ხაზი, ანუ რაღაცა პერიოდის მერე ალბათ გადავალთ იმაზეც, რა ქვია.
როგორი გითხება? 5D თუ 5D? 5D-ია, ეს უკვე აღარ არის ბიუჯეტური ხაზი, არ ვიცოდი თურმე ქონია. ბიუჯეტური ხაზი და პრემიალური ხაზი ქონია. ეს ერთიც არის, თუ აქ მე უნდა ვიყირო ეგრევე ეს მაგრამ ეს ძალიან დიდი ხანია მინდა. ეს მოდელი დაგენა ის პარლა ეს რო სანამ გამოვიდოდა ნახაზებს ვაკეთებდა იქიდან ვარ ჩართული ამ დანაში გასიძახი 5D-ია ანუ 5 თითი იტალიური ასე ვთქვათ რა ვიცი ეს არის ლეგენდარული სტილი და ამ დასაკეცი 5D-ია მე არ მინახე დასაკეცი ხო დასაკეცი მე არ მინახე რა ეს არის აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე საკოლექციო ნივთი. ეს არ არის რაღაცა ფუნქციური, მაგრამ არ ვიცი რა. თავის დროზე საიდანაც მოდის, ის სავსებით ფუნქციური იყო და ძალიან გავრცელებული იყო. გავიგე ხო, უბრალოდ ეხა ეს პერიოდი აღარ არის, ეს არის რაღაცა რენესანსის ეპოქის. ბატონო. და ასე ვთქვათ, ქალაქში გასაკეთებელი ხმალი იყო რა, დიდი არ იყო ძალიან და ძალიან კაი ის 5 თითი, ზიანის მისაყენებლადაც და რაღაც თავდაცვის რაღაცა ხელოვნების თითი არ არის სიმეტრიიდან გამომდინარე. ინსპირაცია არის. ჩვენ გვქონდა cold style-ის 5D-ია, სადაც 5 თითი იყო ზუსტად რა. ზუსტად, კი ბატონო. მაგრამ ჯერ ახლა მოუტრუკია. და ძალიან კარგად აქვს ჩემი აზრით გადმოცემული ეს ცალკე არის ისტორიული ხაზი, ანუ ეხა 5D-ია, იქ ნავახა იყო, აქვს კიდე მსგავსი რაღაცეები, მოკლედ ძალიან შემოქმედებითი ხალხი არის რა. სხვა არის ვინმე ესეთი ბრენდი ეს ხლარც მახსენდება, ესე რომ აი საინტერესო ძალიან დანებს და ნამუშევრებს და იმეებს ესე ხელმისაწვდომს ხდის. ხაზი რა, მონცნუი ხელმისაწვდომი. ხო, იქაც არის ვატუ და ისინი რო იყო ხო. კი ბატონო. უნგრული ხაზი აქვს სპაიდერკოს უნგრული დანები. მოკლედ სპაიდერკო და cold style-ს აქვს საინტერესოა. სპარსული ხაზები და ტალვარები და ისინი რაც დამთავრდა რა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. ესეც ვეჯიათზე. ესეც ვეჯიათზე და ხელა ფოლადი. ვეჯია. ბატონო თეიმურას ინტერვიუსთვის მოემზადეთ ერთობლივად ჩავწეროთ. კაი იდეა. შენ გაიცანი ხო მე? გავიცანი, კი მქონდა მე. სამწუხაროდ მე არ მქონდა მაგის საშუალება. მედანეში გავიცანი, კი ბატონო, მისგან მივიღე საჩუქრად კი ბატონო, სტინგი არის მოდელი, რომელიც მან მაჩუკა, ეხლა რომ წოდნა და წამოვიღებდი. ჩემი ბრალი არის. კი ბატონო, ჩემი ბრალია. მოკლედ, კაი. სამწუხაროდ ჯერჯერობით ინტერნეტი ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობთ მაგასაც. так, ეგ მივხვდი რაც არის ხელი რომ მოკიდე? ესენი? ბატონო, სიგარკათერები? არის სიგარკათერიც, მოდი სიგარკათერი რომელი იქნება? ეს მოდი. მაგარი რაღაცები. მაგარი რაღაცები. ჩემი აზრით სიგარკათერი ვაფშე საერთოდ ქონდა, მეგონი არ ქონია. და ესეთი დამასკური იმით. ძალიან საინტერესო სიგარის მოყვარულებისათვის აი ესეთი მაგარი დანაც არის და თან სიგარის კათერიც. ეს კარგად ვაჩვენოთ, კი ბატონო. სიგარის საჭირო მეგობრებო, ამაში სიგარა ჩაიდება, slip joint-ია. slip joint-ია, slip joint-ი არის. slip joint-ებზე ჯერა რო რაღაცა პერიოდის მერე შევძლებთ ძალიან თავისუფლად დარებას და აი ესე გადაჭრის. ძალიან ლამაზი დამასკური ფოლადი აქვს, ალბათ მონოლითური არის, შიგნით ალბათ ვეჯიათიან რაღაცა ეგეთი. კი, ეგეთი იქნება. კი ბატონო. და ხელის ფორმა, სიგარკათერი არის მთავარი დანიშნულებით და კარბონის ტარი გვაქვს. არა, აი ამით ამჩვეულებრივად ფუნქციურობა აქვს რა მოკლედ რა, ანუ და მსგავსი დანა არ ქონია არც ასორტიმენტში არც ერთი სიგარკათერი არ ქონია და ესეთი საინტერესო შემოგვემატება. საინტერესოა, ესეც უნდა ჩავიდო. იმეში? კი. რა არის ოკოიანი კაცია? თუ ჩონჩხიანი. კაი, და ესეც კიდე ერთხელ გავხსნი და უკეტავ, გავერთობი, ჩვენიერი. აქაც იგივე დაგერხოლი, თუ რა დაარქვიწეღან? ხო, დაგერხოლი დავარქვი, კი ბატონო, benchmade-ს აქვს მსგავსი ტიპის. ის არის, შუაში მონოლითური ის იქნება. კი ბატონო. ანუ ლამინატია, ასე ვთქვათ, რა. ლამინატი არის. კაი. ძალიან კარგი. სიგარკათერებიც გვაქვს. გადადე მიხეილესა და მეორე რაც არის, მსგავსიც არ ქონია არაფერი. ეგეც ვიცი რაც არის. ხონდა შეხება შენ ამ დანასთან. არა, ნანახი მაქვს, თორე ხელში არ. ვიდეოში, ხელში არ. ვიდეოში, კი ბატონო. ძალიან მომეწონა სიმართლე გითხრა, ბარათი. და აი ესეთი შესრულებით რამდენი გიმუშავია, გიო, საყოლა არ მეგონა ასე თუ ჩავიჯდებოდი. ეს ჩასადები ძალიან კომფორტული არის, ხელში სასიამოვნო არის, ამოთრად უბრალო არ არის, შეკერილი არის თვაში, ნახე ისე. არა, მაგარი დონეა, ასე ძახ. და ძალიან მაგარი ბარათი დანა არის.
ხელი არის, ბარათის დონე არის, ისა ზომა არის და ეს კარბონის ვერსია. რამდენი ვერსია უნდა გქონდეს, მე მგონი, ეს კარბონი არის. გახსენები ხელი. ძალიან მაგარი დანა არის. ბატონო, ანუ ნამდვილად სპეციფიური დანა არის, ანუ მუღამი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ესეთი რაღაცა ანუ ეხა ფრეიმია იდეაში დეტენტით, კერამიკული დეტენტით. მაგრამ ნუ უნდა ხა ალბათ ყველას გემოვნებაში ეს ვერ ჩაჯდება, მაგრამ მაგარი ნივთია რა. მე ბარათიდანები თან რაც გქონია შეხება ყველა მომწონდა ხოლმე თავისი იდეით, თავისი და რა ხარისხები. კი, არასდროს არ მომწონები არ მომდომებია რომ მქონდა და იმედგაცრუება იყო დაჟე რა. ეს მაგარიდან არის ამას სიამოვნებით რაღაცა. დეტენტი აქ რო არ ჩამოვარდეს ეს არსად რა. კაბურა კაი ფუნქციურიც არის, ხელში კარგად ჯდება, ნახე ზუსტად. ხო? კი, სტამესკა არის, აქედან არ აქვს ნალის. რა ერთი ვნახოთ. მედი გავს. მოგეცი კაცო. გავაჭრევინე, ან ეს არ უნდა იყოს. კაც. ანუ ისეთი არის რომ საფულეში, გულის ჯიბეში, იმაში, რავი, ძალიან მაგარიდან არის ესეც. თარიღი აწერია 28. კი, თარიღი აწერია. ძალიან კაი შესრულება არის, ძალიან კაი იდეის. ნამდვილად. და ამისი მე მგონი მეორე ვერსიაც გვაქვს მიხეილ, მეორე ვერსიასაც. ხო, ეს შავი არის. ძალიან ლამაზია. აი, ხუთა ბარათია რა, ბარათის ზომა სისქეც. შავი ერთფერში რო არის, უფრო ისე ჩანს რა რაღაცა. ძალიან კაი დანები არის. ოჩახ თეიმურას. ოჩახ ჩვენს. ასე რომ ჩვენს მუშაობთ, ვარჩევთ იმისთვის, რომ ანუ რაღაცა ისეთი რაღაცა შემოგთავაზოთ, რაც პირველ რიგში ჩვენ გვჯერა, რომ კარგია და რა ვიცი, მე მგონი ცუდად არ გამოგვდის და არავის არ ვატყუებთ ნამდვილად. არა, ძალიან კაი შესრულება არის. და ნუ დავუჯერებთ, ხეს ვნახე განცხადება Facebook-ში 30 ლარა დამასკური დანები. რატო აკეთებენ ის პაკისტანელები და რა გინდა? ეს არა, ის პაკისტანელი მართლა ქემაინს არ ვარ გამარა დამასკურ სტილში და ეს არ იყო დამასკური. ტრავლენია ზემოდან. გავიგე. ნახეთ. უკვე მაბრაზებენ ეგ მატყუარები რა. ადრე მესმატყუებდნენ ხოლმე ეგრე. და პატენტებზე ზოგადად პატენტებს შევეხოთ რომელიმე ვიდეოში. მე ახლა ხმარებაში მაქვს აქტიურად ხმარობ ორ პატენტს. რატო ხმარობ მაგას? ვიდეოში ვიტყვი და თან ვაჩვენებ რა, ძალიან თვალნათლივ ვაჩვენებ რა დაემართ სხვა ვიდეოში. ალბათ 1-2 ვიდეოს მერე მოვა მაგის დრო რა. კაი, მოვიფიქროთ რაღაცნაირად და შევეხოთ მაქსიმალსაც. ხალხს ვანახოთ ხალხს რა ხდება და როგორ ხდება. კაი, მეორე მოდელი არ დარჩა, სადაც ერთი მოდელი დარჩა მიხეილ და ქვემოთ ჩამიწყვია რომ ბოლოსთვის მომეტოვებინა და მისები, პერემისები. კი. ეს არის პროექტია, ხო, პერემენი, ანუ რაღაც როგორი თარგმნება, რაღაც ცვლილება, ხო, გადა მუშავება ძველის, რა მოდი ასე ვთქვათ რა. და დავიწყოთ მაშინ. საიდან მოდის? მოდის ეს არის ბელკა არის. ბატონო. ეს არის ბელკა და ბელკა ლისიჩკა პანტერა, ანუ თვითონ თეიმურაზეც ამას ხას უსვებს, რომ ეს არ იყო ერთი, სამი იყო პროექტში და ანუ ამ სამივე სექტორში. და დასაწყისი და სხვაებიც იქნება ალბათ, რომ სხვა ვერსიები. კი ბატონო, უკვე არის სხვა ვერსიები, ეს არის უბრალოდ პირველი მათი ამ ხაზს კიდე არ მგონია რომ ეგ თქვენ გაინტერესებდეთ, ეს რაღაც კონკრეტული კიდე ქვე კომპანია ლენინგრადისში, რომელიც აპროექტებს და ნუ მოკლედ მაგებზე მერე ვისაუბროთ. ბელკა ძველი ალბათ გვახსოვს. გვახსოვს ბელკა პანამარევის მოდელიც გვახსოვს, რომელიც საკმაოდ კაი დანაა, მაგრამ ფასიც ესეთი იყო. ეს ბრუტალიკა, კი, ბრუტალიკა და ნუ არის სიკეებსაც აქვს. სიკეებსაც აქვს. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ანუ ლაინერ ლოკი, ფუნქციური და რა ვიცი, ბიუჯეტური ბელკა, რომელიც ძალიან კარგად გადმოსცემს იმ სტილს, რა სტილიც, რა ვიცი, ერთ დროს იყო ყველასთვის ოჩახ თეიმურას გვაგონებს ისე, გვაბრუნებს ისე მოგონებებში და რაღაცა სენტიმენტებში და სიმართლე გითხრა რაღაცნაირად ეხლა გული დამწყდა, რომ არ მაქვს ის ლისიჩკაც. აი ბავშვობაში პირველად რო გავიგონე ლისიჩკა და რომ მოვიხიბლე დანებით
არც მქონდა ნანახი. უბრალოდ საუბარს შევესწარი რა, უფროსი თავი. ჟღერდა, ლისიჩკა მეთქი ლისიჩკა რა არის და მე რაღაცა პერიოდის მერე დავინახე პირველად ის ლისიჩკა ის იწვის ხელში რა და მაგანაც განაპირობა სიმართლე გითხრა ჩემი ეს სიყვარული დანებისადმი. სხვადასხვა ფერები არის. ეს მეგონი ორიგინალ ფერებში აქვს. ხო გაკეთებული თვითონ როგორც გამოდიოდა. კი, როგორც გამოდიოდა ის ფერებია ნამდვილად რა. აბატონო ძალიან მუშა, ფუნქციური დანარი არ შეგვარცხნეს არცაც. ესეც წითელ ფერში. კი ბატონო. კაი. თეიმურას ველოდებით შემდეგ პროექტებსაც და შემდეგ ნამუშევრებსაც სიმართლე გითხრა, აი მაგას ჩავფიქრდი ახლა რომ შემდეგები ძალიან მაგარი იქნება და ხო ნუ ეს ხა ეს ვიდეო რო გამოვა სავარაუდოდ შეიძლება აღარ იყოს ეს დანები დარჩენილი არ გეწყდება თუ აღარ იქნება მაგრამ მე რო გვექნება კიდე კაი საკისრებზე ფოლადი გვაქვს ვახრომი არის აქ ანუ მოკლედ ყველაფერი არის იმისთვის რომ ბიუჯეტური სეგმენტი ძალიან კარგია. მის ეს რომ მაინც გავუკეთა რა. აბსოლუტურად. ხო შეიძლება რა ეგრე მაგრამ ესეც უნდა გქონდეს რა. თუ გინდა ეგრე გახსენი რა. ვინა ფლიპერით რა. ესა და მეოთხე ფერსაც გავხსნი, მეოთხე ფერი რა იქნება? მე მგონი შავი იქნება ჩვეულებრივი დაფარვის გარეშე. აბა, საინტერესოა. აი ხო. შავი დაფარვის გარეშე. შავი დაფარვის გარეშე ყველაზე კლასიკა რა. ეს არის კლასიკა. ეგ არის კლასიკა ნამდვილად კი. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ძალიან კარგად გადმოსცა სიმართლე გითხრა. ისევ დანისპირზე თუ ვილაპარაკებთ, შვენიერი გამოყვანილი როგორც ჭვევიათ, გალესვით კარგად გაილესება, ლესვაზე არ ვიწუწუნებ. ხო, ნუ ახლა ჭრელი ინსტრუმენტი არის. ნამდვილად. კი ბატონო. ავიცი მე ბატონო გიორგი. როგორი განყუთვა გქონდა? სრულიად მედანეთა სახელით ადლობას მოგახსენებ. ერთი გთხოვ რომ ფინკა კიდე ერთხელ გადმომაწოდო. მითი. აგერ შევადარო კი არა და ზომა ფინკას ზომა მინდა თვალს ეს ისედაც დიდია თვითონ ეს ფინკა რამხელა არის მეგობრებო მოკლედ მაგარია ძალიან მაგარია ბევრი მოდელები აქვს დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ასორტიმენტი გაგვეზრდება და რა ვიცი ეს ერთი და სხვა მრავალი კიდევ ერთხელ მადლობა თეიმურას პირველ რიგში დანებს როქმნის და ამ სფეროს ესე წვლილში აქვს და მეორე კიდევ ჩვენთანაც რომ გამოიშვერა და პოპულარული გახდება და მე მჯერა რომ გახდება მე არის უკვე პრემიუმ ხაზებიც იქ ვენდეტები ტიტანებში და S90 ვიებში და რაღაცებში ეგენიც მიხეილ თქვენი და თეიმურაზის ნებართვით ძალიან თორ გაგვიგზელდა ვიდეო პატარა ჩანართი კიდევ აბა გამოვუშვე так ну ერთი შენ იცი ეს წინა და მეორეც იცი უბრალოდ ჯერჯერობით არ წამიღია მე ექსპერტიზაზე და შენ საზრას მოვისმენ გადაჭერი გადავჭერი მოკლედ ეს არის ცივი არაღი ეს არ არის ცივი არა არ ვიცი ხა წავიღებ და ნუ შენი აზრი თქვი და მე გვექნება ისევ შენი აზრი ჩემი აზრი ისე აღარა მაგ რა ლუკა ყუთი ყუთი ჩაერჭობა თუ პროსტა ვიდეოს გამოშვებამდე ისქენი რა ქვია აი რო ვიდეო არ ნახოს იმან ხო ეს მაუჩი ხევს რას ძახი ეს გლიჯა სუპტაცივი არაღია გლიჯა სუპტაცივი არაღია კაი და ის რომელიც არ არის ცივი არაღი ისიც მაჩვენე ერთ წუთი ჯიბიდან გააძრე ხო გაკ სპაიდერკო ესა ანუ ეს არ არის ცივი არაღი იდი დაუშვი დავხრიტე თუ არა რა სიზო დამიჭერენ მე მგონი ლევან მოვდივართ ბატონო არა ისე რავი რა ლევან მაგარიჩი საკისრებელია რა ესეთი იმით ყვავილებით და ესეთ ფერებში შეყვარებულებთან არ დადის ხალხი ხო ვაგერა მოვდივართ ხო პირველზე არ მეწერა მეორეზე მე აღმოაჩინე რომ ნომრები აწერია სერიულები და დანები რო არ გვერიოს ჩემი აზრით ბევრს მოვაგროვებ ცალკე ამების კოლექციაში შევგრავ ჩემი აზრით ბევრს და ნომრებსაც დავაწერ ხოლმე აწირო ძალიან ზარი თან აი ბევრი აზრია რა აი კალაშნიკოვით მოვდივართ ლევან კაი ეგ არის მოკლედ მე მგონი საინტერესო ეპიზოდი იყო მე რა ვიცი ვისი ამოვნე და იმედია თქვენც და რა ვიცი მომავალ ვიდეოებამდე ალბათ ყურადღებას გამოიწერეთ არხი მეგობრებო აბა დროებით